საღამო მშვიდობისა, ეს TV პირველია, მე კაჩხეიძე ვარ და პირველი სტუდიიდან მოგესალმებით. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარია ახალგაზრდა გოგო. მისი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების ინტერესის საგანია. მასზე ხშირად და ბევრს ჭორაობენ. მე კი დღეს დავუსვამ კითხვებს და შევეცდები მისგან მივიღო საინტერესო პასუხები. მომღერალი ნინი ბადურაშვილია დღეს პირველი სტუდიის სტუმარი. ნინი, მოგესალმები. როგორ ახარ? ლამაზო და მშვენიერო. დავბრძანდი, ძალიან მიხარია, რომ ჩემს მაყურებელთან შესახვედრად მოხვედი. მადლობა მოწვევისთვის. ვიდრე საუბარს დავიწყებ თის წყალს შემოგთავაზეთ. სიამოვნებით. 0%-იანი ბრომატით აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. მივირთვათ. რა ვიცი, კარგად. ნორმალურად. კარგად. მიხარია, კარგად ხარ და კარგადაც უნდა იყო. მოდი დავიწყოთ იქიდან, საიდანაც საკუთარი თავი გახსოვს. ხო. ბავშვობიდანვე იცოდი, რომ ვარსკვლავურ ოჯახში დაბადებული ბავშვი იყავი თუ როდის შეიგრძენი? არა, ეხლა ძალიან პატარა რო ხარ, ვერ გრძნობ ამას და ხოდა როდიდან აღიქვი? ძალიან ბუნებრივად ჩვენება ეს ყველაფერი. არ ვიცი, იცი რა არის? ჩემი თავი საერთოდ ძალიან ადრეული ასაკიდან მახსოვს, აი მახსოვს რომ სცენაზე დამაყენეს 3 წლის ყოფილი ვარ. ხო. და ღეროდი? ვიმღერე, ხო, 3 წლის ასაკში და ისიც მახსოვს რომ ტექსტი დამავიწყდა და დარბაზმა ამაზე გაიცინა და ცოტა არ მომეწონა. ხო, შემრცხვა, მაგრამ აი ესეთი რაღაცა დეტალები აქა-იქ მახსოვს და რაც შეეხება აი პოპულარულ ოჯახს, იცი რა არის, როდესაც ესეთ გარემოში იბადები, ხო, შენ ძალიან ბუნებრივია და ამას ვერ ხვდები. და მე წლები რომ მოდის, მე აღიქვავ თუ როგორ ადამიანებთან ქონია ურთიერთობა. იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის და ბაბუა, დედა, ბებია, მამა. ხო. ის ადამიანები არიან და იყვნენ, რომელთა ჩრდილიდან გამოსვლაც ალბათ გაგიჭირდებოდა, ხო? მარტივი იყო თუ არ გაგჭირვებია მაინცა და მაინც? იცი რა არის 6 წლის თუ 7 წლის ვიყავ უკვე რომ ბასტიბულო სოლისტი ვიყავ. შესაბამისად, ანუ ჩემი პირადი პატარა კარიერა, ასე ვთქვათ, მაინც მქონდა ბასტიბულოდან. თუმცა მე, როდესაც აი ბასტიბულოს პერიოდი გავიდა, 12-13 წლის ასაკში უკვე მივხვდი რომ დიდი ვარ და აღარ არის ჩემი ადგილი ბასტიბულოში და შემდეგ უკვე დამეწყო გარდატეხის პერიოდი და აი პირველი სიმღერა, როდესაც ეკამ დამიწერა ისეთი სოლო, ისეთი სერიოზული სიმღერა, მახსოვს, რომელიღაც კონცერტზე გამომაცხადეს, აი ესე რომ ეკა კახიანის, იმედო კახიანის შვილი და ნუ ასე შემდეგ და ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი და ვთქვი რომ მე აუცილებლად ვიქნები ცალკე ნინი ბადურაშვილი და ამისთვის სხვათა შორის ბევრი ვიბრძოლე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ესე ჩანს გარედან, რომ ძალიან მარტივად მიეცა ამას ყველაფერი და ეს ხშირად წამიკითხავს ჩემზე, რომ ადამიანები ამას წერენ და ამბობენ, რომ ესეთ მოსაზრებაა, რომ ნუ ამას რა ენაღულებოდა, მარტივად ყველაფერი მარტივად მიეცა. უშრომველად, მაგრამ ესე არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ შეიძლება ერთგვარად, ანუ კარგია, როდესაც ესეთ ოჯახში იბადები და უფრო გიმარტივდება ეს გზა, მაგრამ მეორეს მხრივ სულ გიწევს დამტკიცება, რომ შენ ნამდვილად ღირსი ხარ, დამოუკიდებლად იარსებო და ის ჩრდილი, რაც შენ ახსენე, რომ იმ ჩრდილიდან გამოხვიდე და ისე ღირსეულად შენი ადგილი გეკავოს. ბევრი ვიბრძოლეო ამბობ, აი რა გზა გაიარე, რა იყო ეს ბრძოლა, ბრძოლის გზა როგორი იყო? იცი რა, მე სულ მინდოდა რომ ჩემი რეპერტუარი მქონოდა. გამიმართლა იმაში რომ ეკა წერდა სიმღერებს და კარგადაც გამოსდიოდა. რამოდენიმე სიმღერა ისეთი დამიწერა, რომელმაც პოპულარობა მომიტანა. მე ვარ ძალიან ისეთი მაქსიმალისტი ადამიანი და სულ ვცდილობდი რომ მეტი და მეტი გამეკეთებინა და საკუთარ თავს თხოვდი. ხო. და აი ამ რეპერტუარის შეგროვებაზე ვიყავი ორიენტირებული, რომ ჩემი საკუთარი რეპერტუარი მქონოდა. სხვისი სიმღერები კი არ მემღერა, ანუ კი კარგია, როდესაც სხვის სიმღერებსაც მღერი, ასე ვთქვათ, ქავერებს, მაგრამ საკუთარი რეპერტუარი მქონოდა და ძალიან ბევრს ვუსმენდი. სოფლიო ვარსკვლავებს. მე ვარ ძალიან კარგ მუსიკაზე გაზრდილი, ეს ეკას წყალობით. მახსოვს ვიყავი, არ ვიცი, პატარა ძალიან, როდესაც კასეტა მომცა ეკამ.
ეს იყო მაიკლ ჯექსონის კასეტა, მაშინ მივხვდი და ვეზიარე მაიკლ ჯექსონს, ასე ვთქვათ. და ამ კასეტაზე იყო მაიკლის მთლიანი კონცერტი ჩაწერილი, მერე მოდიოდა რაღაცა კლიპები, უიტნის კლიპი იყო, ჯექსონები იყო, ხო და აი ესე, იცი რა არის 90-იანებში ხა დიდი არაფერი ხდებოდა, თან შუქი არ მქონდა და აი გენერატორზე, ასე ვთქვათ, ჩავთავდი ამ კასეტას და მთელი საღამო და ღამები უყურებდი და მახსოვს აი გაყინულ ოთახში ეკა შემოაღებდა ხოლმე კარს ხო კარგად ხარ მეუბნება და აი ვახვევდი მერე უიტნის მერაია ქერის კასეტები რო გამოვიდა ამ კასეტებს ვყიდულობდი და მთელი დღე ვმღეროდი და ვცდილობდი რომ აი ზუსტად ისე მემღერა როგორც ესენი ტექნიკა ხო ჩემთვის არავის არ უსწავლებია ესე ხა აი არასდროს ეკა არ დამჯდა როიალთან და არ უთქვამს რომ აი მოდი ესეთი ბგერა აიღე კი გამისწორებდა მაგრამ აი ეს ტექნიკა რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომღერლისთვის ხო და თუ ვინმე თulis რომ მე ტექნიკური ვოკალისტი ვარ ეს არის სწორედ იმის დამსახურება რომ მე აი მართლა ოღონდ ეს ამას არავინ არ მაძალებდა მე ამას ვაკეთებდი ჩემი ნებით იმიტომ რომ ამით ვიყავი შეპყრობილი რაღაც არ გამოვიდოდა მახსოვს აი ძალიან რთულია მერაია ქერი და უიტნის აყვე ხო და ის ზუსტად იმ სიზუსტით გააკეთო ის რაღაცა მელიზმები რომელსაც ესენი აკეთებდნენ და თუ არ გამომდიოდა ძალიან უბრაზდებოდი მე ვახვევდი მე თავიდან ვაკეთებდი და ნუ აი ესე ანუ საკუთარ თავს სულ მეც და მეც თხოვდი და ხაც ესე ხარ შენ თავზე მუშაობ. ეხლაც ესე ვარ, ხო, იმიტომ რომ აი არ არსებობს რომ ძალიან ბევრჯერ არ მოვისმინო, როდესაც სადღაც გამოვდივარ, მღერი, ყველას ვთხოვ ხოლმე რომ გადამიღონ, მოვუსმინო და აი სულ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა მითხეს რომ კარგად იმღერე, მე მაინც მე უნდა დავადასტურო, ხო. რომ ეს ნამდვილად კარგი იყო. შენ რომელი დინასტიის გამგრძელებლად უფრო მიგაჩნია საკუთარი თავი? კახიანები თუ ბადურაშვილები? ალბათ. ისიც, ხო, ალბათ ორივე. იმიტომ რომ ორივე მხარემ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ განვითარებაში, ცხოვრებაში, ჩამოყალიბებაში და ვერ ვიტყვი რომ ხო, თქვა ამ კახიანების დინასტიის გამგრძელებელი ვარ ან მარტო ბადურაშვილების არა ორივემ თანაბრად ძალიან თუმცა მაინც ვიტყოდი რომ ყველაზე დიდი როლი მაინც ეკამ ითამაშა ჩემს მომღერულ ჩამოყალიბებაში ხო ამ ჩამოყალიბებაში და ასევე ბებიამ ფლორამ რომელსაც შენ ძალიან კარგად იცნობ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმიტომ რომ ფლორა იყო ისეთი არ ეტყობა მაგრამ ისეთი საკმაოდ მკაცრი ადამიანია ესე თან რბილი და თან მკაცრი და მუსიკა მასწავლა დისციპლინა მასწავლა ადამიანებთან ურთიერთობა მასწავლა და მადლობელი ვარ მისი ნინი როგორი ადამიანი ხარ? აი შენ როგორ შეაფასებ, აი როგორ დაახასიათებ საკუთარ თავს? ძალიან შრომის მოყვარე ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მიყვარს ადამიანები. ფიქრობ, რომ არ ვარ შურიანი. და ეს ხშირად აი ხო არის რომ საკუთარ თავს აი გამოცდი, რომ მოდი ხა მე ეს მაღიზიანებს ვიღაცის წარმატება შემშურდა, შემიძლია თუ არა კომპლიმენტი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ შეუძლია. სამწუხაროდ. მე მაგალითად ხო ყალბია. მე თუ ამას ვამბობ და თუ ადამიანს ვეუბნები, ესე იგი ნამდვილად ძალიან მომეწონა. ძალიან გულწრფელი ვარ, ძალიან მიყვარს ნიჭიერი ადამიანები და ძალიან მიყვარს, როდესაც ნიჭიერ ადამიანს ნიჭიერებას ვხედავ და ამას ვაქებ და ვეუბნები, იმიტომ რომ ერთია როდესაც შენ გეუბნებიან და გაქებენ და მე ზუსტად ასევე მსიამოვნებს, როდესაც მე ვეუბნები კომპლიმენტს და გულწრფელად ვეუბნები. საკმაოდ ემოციური ადამიანია, რომელიც არ ჩანს და ბევრს გონია რომ მე რაღაც ისეთი ცივი გაწონასწორებული ვარ სხვათა შორის მარტივად ესე არ გამოვდივარ წყობით. აი სწორედ მაქეთკენ მიმყავს. უხასიათობაში გდებენ ბრალს. მე შეიძლება იმათ ვინც ამას ამბობს არ ვეთანხმებოდა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ვიცი რომ მაგრამ ხო გდებენ ბრალს. ხო და არ ვიცი ეს საიდან აღმოჩნდა ეს აზრი რატომ მე რო ფიქრობ ხოლმე რომ კაცო ადამიანებთან კონტაქტი არ მიჭირს ადამიანებს ძალიან ისე ვესალმები პირიქით მიყვარს ადამიანებთან აბა რამ შექმნა ეს იმიჯი ცივი ხარ? შეფოვა არ ცივი
იცი რა არის ემოციის გამოხატვა შეიძლება მიჭირდეს, რომ აი მაგალითად ძალიან თბილად ადამიანს ჩავეხუტო, ძალიან თბილად შეიძლება ადამიანი არ თუმცა შეიძლება ეს სიცივე მაქვს, ამას არ ვუარყოფ, მაგრამ უხასიათო ნამდვილად არა ვარ. პირიქით, ძალიან პოზიტიური ვარ და ძალიან მიყვარს გართობაც, მხიარულებაც და მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ეკრანიდან ჩანს ასე და შემდეგ როდესაც მიცნობენ უკვე რადიკალურად ეცვლებათ, ხო. ისა წარმოდგენა, არ ვიცი. ემოციური ვარო თქვი. ემოციების მართვა იცი თუ ბუნებრივად ვცდილობ. ვსწავლობ. ჩემი ემოციურობა ვცდილობ, რომ რაღაცნაირად მართო. თუმცა ეს შეიძლება აი არაზოს ვთქვა მცხოთა შორის ჩემთვის, რომ სცენაზე აი გეტყობოდა, რომ ნერვიულობდი. არა, ამას ვერავინ ვერ მომჩნევს. იმ დღესაც ახლა სცენაზე რაღაც გამოსვლა მქონდა, კონცერტი იყო და საკმაოდ ისე დრამატული სიმღერა მქონდა შესასრულებელი და ძალიან ისეთი ხო იცი ბუზის გაფრენა რო ისმის დარბაზში და ყველა რო შენ გიყურებს და ეს იმ წამს აი არის ხოლმე მომენტი რომ ძალიან სტაბილურად ვარ, მაგრამ არის რომ რაღაცამ შეიძლება, აი რა ვიცი, ჩემი ემოცია, ხო, რაღაცამ შეიძლება დამძაბოს და ეს ძირითადად ხდება რომ შუქი არ მიყვარს მანათებს აი პირდაპირ თვალებში და შეიძლება აი ძალიან დავიძაბო, მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდა, ჩვეულებრივად ბოლომდე ჩავამთავრე სიმღერა ისე რომ უშეცდომოდ, მე მოვისმინე, გადავამოწმე, ყველა მითხრა რომ გადასარევად იმღერა, მაგრამ მე შინაგანად რაც გავიარე, რომ აი ეხა არ აყვე ემოციას, ეხა კარგად იყავი მთელი სიმღერის მანძილზე, ხო შეიძლება რომ იფიქრო იმაზე რა არა ვფიქრობდი იმაზე რომ ემოცია გამეკონტროლებინო. მომღერალ დედას ხშირად გადარებენ, ხო? ეკა არ თulis რომ არის მომღერალი, ეკა ამბობს რომ მე ვარ მსახიობი და სიმღერების ავტორი, არც თulis რომ კომპოზიტორი არის. ხშირად მადარებენ გარეგნულად უფრო. გარეგნულად ძალიან დაემსგავს. ხო, ეხა უფრო სტილით, სიმღერის შესრულების ეხა ხმის ტემბრიც ცოტა დაემსგავსა, ხო, აი მეც ვიჭერ ხოლმე რაღაც სიმღერებში შემიხმა ძალიან გავს ეკას ხმას. მე და ეკა ძალიან გავართ ერთმანეთს, ხშირად ვერევით ხოლმე, ყოფილა ეგეთი სასაცილო ისტორიებიც. ერთხელ ვახორჩეული შულს, აი ძალიან დიდი ხანი ეკას ელაპარაკო როგორც მე. და თან ეუნებოდა რომ კაცო ამბიც რასერჩიო. რასერჩი ამბიცო ძალიან უყვარხარო და მე მივხვდა ეკა რომ შენო ეხა ვახო მე ნინი გგონი ვარო და აბა ვინა ხარო. ანუ პირდაპირ აი ესე ერთხელ ილიკოს უხიშულსაც აერია იმასაც ძალიან დიდი ხანი. აი ეს სასაცილო ამბები არის ხოლმე, იმიტომ რომ აღნაგობით ალბათ იერით რა ვიცი ხო? და მიხარია ძალიან რომ გავარ ეკას. ბევრი ბიჭი გააბრაზე? მე სხვათა შორის არა. აი ვახო რასაც გულისხმობდა. არა, ეხა მე თუ არ მომწონდა, არ ვიცი შეიძლება გაბრაზდნენ ეხა, მაგრამ მე სხვათა შორის ისე როგორი ხასიათი მაქვს, ძალიან მართალი ვარ. არასდროს არ მიმიცია იმედი იმისთვის, ვინც ვიცოდი რომ არ მომწონდა და არ მომეწონებოდა. თან აი ესეთი ვარ, რო შევხედავ ადამიანს, ვიცი ეს მე მომეწონება, მომწონს თუ არ მომწონს, რაც არ უნდა გააკეთოს, ყირას რო დადგეს. პირველი შეფასება გაქვს ესეთი და ამიტომ ამ სიმართლემ მე ვფიქრობ რომ ცუდი არ არის. თუმცა ხო არიან გოგოები, რომლებიც თაყვანის მცემლებს, ასე ვთქვათ, აგროვებენ და ძალიანაც კარგად სარგებელს იღებენ და მე ეს არ მეხერხებოდა არასდროს. ამ თემას მე მიუბრუნდეთ კიდე, ეხლა მითხარი გავაგრძელოთ რაზედაც საუბრობდით. როგორ ვფიქრობ, პროფესიული არჩევანი სწორედ გააკეთე? აი სამსახიობო კარიერაში უფრო წარმატებული იქნებოდი, ხო არ გიფიქრია? არა. სწავლობდი სამსახიობოზე, სწავლობდი შენ? კი, სწავლობდი და იცი რა არის, მე ვფიქრობ, რომ ალბათ ჯობდა რომ ვოკალზე ჩამეპარებინა. თავიდანვე სამსახიობოზე არ ჩაგებარებინა, ანუ? ხო. აი ხა რომ გადავახვიო ვოკალზე არჩევანი იყო. მე აი არასდროს სიამოვნებით ვითამაშებ ხა მიუზიკლში რომ მქონდა შემოთავაზება, სიამოვნებით ფილმშიც მაქვს ნათამაშები და კი ძალიან სიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ აი სულით მსახიობი შეიძლება არა ვარ. ხო არიან არა? ეხლა მე მაგალითად ყავდა ჯგუფელები, რომლებიც აი ათენებდნენ მთელ დღეს და ღამეს და ნუ ერთი სული ქონდათ რომ რამე როლი მიიღონ და ასე შემდეგ და ასე. მე ესე არ ვიყავი. მე ვიყავი ესე გაგიჟებული სიმღერაზე, მაგრამ ასე სამსახიობოზე არ ყოფილვარ. რამდენიმე ფილმში გაქვს მონაწილეობა მიღებული და საკმაოდ კარგიც იყავი და კარგი უნარები გამოამჟღავნე, არა? ნუ ხო.
ეს ყველაფერი მაინც რა თქმა უნდა ნიჭია, მაგრამ თან პრაქტიკაც არის, ხო, რაღაცა. ხო, რა თქმა უნდა. ერეკლეს ფილმში პრაქტიკა არა მაქვს. დიდი გამოცდილება ამ კუთხით არა მაქვს და ეს ხო, ეხლა პატარაობის სცენებს რო უყურებ, ნუ იქ ძალიან პატარა ვარ და იქ ძალიან ის არის ასე და ეხლა ბოლო ფილმში როდესაც ერეკლემ შემომთავაზა რომ ხიდი რომ ერეკლეს ვერ დაასრულა ეს ფილმი და სამწუხაროდ ამ გადაღებების დროს გარდაიცვალა და როდესაც შემომთავაზა ერეკლემ ამ ფილმში მიმეღო მონაწილეობა და ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა ყოფილიყო, მე ვთხარი მოდი რა მე არ მინდა მეთქი, ვინმე, არ ვიცი, მსახიობი, აი პროფესიონალი მსახიობი, რომელიც აი გამოცდილი ამ საქმეში, ათამაშე და არა, ნუ მომღერალი უნდა ითამაშოსო, რაღაცა შენ ხედავო და რატო ვათამაშო სხვა როდესაც შენ შეგილია გადა. მე ვთხოვე რომ მეთქი ძალიან გთხოვ მეთქი, როდესაც ნუ კაი დავთანხმდი. მე ვთხოვე რომ მეთქი ძალიან გთხოვ თქო თუ რამე არ მოგეწონება, ნუ ის დროს გადაღებების დროს სადმე სიყალბეს შეამშევ ამ პირიქით, ყველაფერი მითხარ, არ დამინდო მითხარი ყველაფერი ხო, მაგრამ რა ვიცი ამ გადაღებების დროს რო უყურებდი ხოლმე, აი ეხა რაღაცას მეტყვის, მაგრამ არ მეუბნებოდა. ესე იგი მეც ვეცადე რომ ძალიან ბუნებრივი ის ყოფილიყავი რაც ვარ რეალურად და ამიტომ შეიძლება მაგიტო ხო ბუნებრივი გამოვიდა. თუმცა მარტივი არ იყო, იმიტომ რომ ქართულად არ ვქონდა ინგლისური ნახევარი ფილმი ინგლისურად ვითამაშეთ და ეს საკმაოდ ხა მიუხედავად იმისა რომ ინგლისური კარგად ვიცი, მაინც შენ ენაზე რო თამაშობ და თან ეს მთავარ როლს ალბათ უფრო მარტივია. რეჟისორ მამასთან ურთიერთობა როგორი იყო? გადასაღებ მოედანზე. ერეკლე ძალიან ისე მშვიდი იყო ამ გადაღებების დროს, ესეთი რეჟისორებმა რო იციან, ხო, ის ძალიან გაბრაზებები ესეთ რაღაცები არ მომხდარა, რაღაც ინციდენტები არ მქონია. ძალიან ვცდილობდი, რომ ზუსტად ისე ყოფილიყო, რაც დავალება არ გიშლიდათ ხელს არ. არა, უბრალოდ ერთადერთი ეგ იყო, რომ ველოდებოდი, რომ რაღაცა შენიშვნა მოეცა. რომ აი თქვათ, სადღაც დავაკელი ამ პირიქით. ხო. როგორი მამაშვილობა გქონდათ საერთოდ? მამაზე რომ მომიყვე. ხო. პირველ რიგში ძალიან მაკლია. და აი ხო არის რომ დრო გადის და თქვათ კი ზეგუები, შენი ტვინი იღებს. ძალიან დიდი ხანი ჩემი ტვინი ამ ინფორმაციას ვერ იღებდა, იმიტომ რომ როგორ ახლა, როდესაც ადამიანი თქვათ ავად არის და რაღაცა პერიოდი ამას უყურებ და თითქოს ეს შენი ტვინი ეგუება, რომ სადღაც რაღაცა მომენტში წავა ეს ადამიანი და ძალიან მძიმეა, მაგრამ ამას ეგუება, მაგრამ როდესაც ადამიანი ჯანმრთელია, გეცლება ხელი. უცებ თენდება და აღარ არის, ეს იყო რაღაც საშინელი შოკი, აი, არ ვიცი. მე ძალიან მალე მოყვა რომ ლალიც გარდაიცვალა, ანუ 1 წელიც არ გასულა წლის თავსაც სამწუხაროდ ვერ მოესწრო და ძალიან დიდი როლი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში ერეკლეს და ლალის ორივეს. ერეკლე იყო უსაზღვროდ აქტიური ადამიანი. ძალიან ჩართული იყო ჩემ ცხოვრებაში. ის ბარიერი არ მქონდა, რომ თქვათ სიტყვაზე რაღაცა ვერ უთხარი. ხა არის რაღაც დეტალები, რაც შეიძლება არ მოუყვე მშობელს, მაგრამ ძალიან მეგობრული ურთიერთობა მქონდა და ძალიან დიდი დოზით იყო ჩემ ცხოვრებაში და ყოველდღიური ურთიერთობა ქონდა. თან რამ იცოდა ხოლმე ისტერიულად ძალიან ბევრჯერ რეკოდა ერთი და იგივეს მოყოლა. მოგიყვებოდა სცენარს, მოგიყვებოდა კინოში ვის რა უთხრა იმას და მეუბნებოდი რომ ერეკლე ერთი ზარი განახორციელე და მთლიანად ჩაატია ეს ისტორია. ანუ ძალიან აქტიური იყო და ძალიან ბევრი იყო და ძალიან დიდი დოზით იყო ჩემ ცხოვრებაში და ძალიან მაგარი მეგობარი იყო ამავდროულად ჩემი და ძალიან მეხმარებოდა კიდე ელენეს გაზრდაში და ძალიან აქტიური ბაბუა იყო და აი ესე ერთ დღესაც გავიღვიძა და აღარ იყო და ისე დამაკლდა და დღემდე მაქვს ის ინსტინქტი რომ დავრეკო. ან იმან უნდა დამირეკოს. ან აი სახლში სანამ მივალ ესეთი ჩვევა მქონდა რომ სახლში სანამ მივიდოდი, აბა ერეკლეს არ მომიკითხავს, უნდა დაურეკო აუცილებლად და მთელი დღის ამბავი უნდა მოუყვე, ხო? და აი ეს რომ არ არის, მიუხედავად იმისა რომ გავიდა 6 წელი და აი ამ სიცარიელეს ვერავინ ვერ ავსებს. იმიტომ რომ მას თავისი ადგილი აქვს. რა თქმა უნდა. ძალიან მიჭირს დღეს ბიძა ჩემი ცხოვრობს ამ სახლში, ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს და უბრალოდ მიჭირს ამ სახლში მისვლა. აი ეს ხალხი რო აღარ არის და უბრალოდ ფოტოები კიდია. ემოციურად რთულია, ხო. ძალიან მიჭირს. ნინი,
ბავშვობაში დედმამის დაშორებამ რამე გავლენა მოახდინა შენს პიროვნულად, შენს ხასიათის ჩამოყალიბებაზე, პიროვნულად შენს? იცი რა არის, მე ეკა და ერეკლე ესე კარგად არ მახსოვს. ერთად? აი, არა, ხო, არ მახსოვს. იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, რომ დაშორდნენ ერთმანეთს 5 წლის ვიყავი თუ არ ვცდები და ამიტომ ვერ გეტყვი რომ ესეთი გავლენა მოახდინა ამ ამბავმა. ალბათ მე ბავშვები უფრო მერე განიცდიან, როდესაც აი დედმამა ერთად ახსოვთ და ერთად იზრდებიან და რაღაცა. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი რომ რამე სერიოზული ტრავმა მომადგა, მაგრამ ერთადერთი აი რაც მახსენდება და ბავშვობაში და რაც მახსოვს რომ აი ძალიან ბედნიერი ვიყავი, მახსოვს რაღაცა სუფრა, ეკა და ერეკლე ერთად ერთ სახლში ვიყავით, ახალ სახლში გადავედით, მე ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავი და მერე ჩვენ დავიძინეთ, მე და ჩემმა მეგობარმა და იმათმა გააგრძელეს კეიფი, მაგრამ აი ის ემოცია, რაც თითქოს დედა და მამა რო ერთად არიან, ის ბედნიერება დღესაც მახსოვს. და ამიტომ არის ალბათ ეგრო, არავინ იცის ერთად რო ყოფილიყვნენ, შეიძლება ცოტა სხვანაირიც ყოფილიყავი, არ ვიცი. ვერ ვიტყვი, ამაზე პასუხი არ მაქვს. ერთი ვიცი, რომ სერიოზული ტრავმები არ განმიცდია, მაგრამ ეს ემოცია მახსოვს, რომ აი ის ბედნიერება მახსოვს. ამიტომ არის, რომ ალბათ ძალიან უნდა ეცადოს ყველა წყვილი, რომ აქამდე არ მივიდეს, რომ არ ვიცი. შეიძლება იცი რაზე იმოქმედა, აი მე ჩემს შემდეგ გადაწყვეტილებაზე და ჩემს მალე გაშორებაზე. იმიტომ რომ მაინც მგონია, რომ შვილი იღებს მშობლის მოდელს. ან ფსიქოლოგიურად შეიძლება ქვეცნობიერად ამას ვერ ხვდები, მაგრამ აი ფიქრობ, რომ გაიმეორე. და ჩემი გაშორდა მე რო გავშორდე რა მოხდა. და ვინც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც აი ტრადიციულად და ერთად არიან და რაღაცა შეიძლება ეს იგივეს არ იმეორებ. ამას ვერაზოს ვერ ხვდები, სანამ არ იზრდები და არ აცნობიერებ ბევრ ამას რა. შეიძლება ესეც იყო. იმიტომ რომ მაინც მგონია, რომ იმეორებ. ეხლა აბსოლუტურად სხვანაირი შეხედულებები მაქვს ამ საკითხის მიმართ და ძალიან არ მომწონს. საერთოდ ვთვლი, რომ როდესაც ოჯახდება ადამიანი, ძალიან არავინ იცის ახლა შეიძლება არ გაგიმართლოს ერთხელაც ორჯერაც, მაგრამ მაშინ ცოტა სხვანაირად ფიქრობდი და შესაძლებელი იყო, რომ სხვანაირად მოქცეულიყავი. ამ გამოცდილებით სხვანაირად მოქცეულიყავი? ხო. მაინც როგორ? ესე მალე არ მიმეყო გადაწყვეტილება თუნდაც გათხოვების. შენ თვლი რომ გათხოვება იჩქარე მაინც? ყველაფერი ვიჩქარე. თუმცა ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ელენე არის დღეს. ხო, რა თქმა უნდა. ეგ ცალსახად. ნინე ბადურაშვილი წლების განმავლობაში ითვლებოდა ყველაზე სასურველ სარძლოთ. ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება ახალგაზრდული სიჩქარე იყო, თუ რა იყო? რამდენი წლის იყავი? არ იყავი პატარა, ხო, არ იყავი პატარა. ეხლა სხვათა შორის ამ გადმოსახედით 26 წელი მაინც პატარად მიმაჩნია, მაგრამ მაშინდელი 26 მაშინდელი 26 იყო. დღეს 26-27 წლის გოგოები ზოგი არც ფიქრობს გათხოვებას და არც თვლიან, რომ რამე ეჩქარებათან, ეჩქარებათან ასე შედგა. საერთოდ მოქმედებდა ის, რომ ხშირად ვაწყდებოდი ჩემზე ესეთ ასე რა ქვია მოსაზრებას და ხალხი წერდა რომ უკვე ეს ამას ვადა გაუვიდა, ნუ რით ვერ გათხოვდა, კი ეს რაღაცა არ თხოვდები ძალიან შემაწუხა. საერთოდ მგონია რომ ძალიან უტაქტო შეკითხვა არის. ალბათ მეც ვარ მაგ უტაქტოთა სიაში, ვისაც დაუსვავს ეგ შეკითხვა სხვა ადამიანის, მაგრამ საერთოდ მგონია რომ აი არ თხოვდები არ არის სწორი შეკითხვა და ანუ საზოგადოებრივმა აზრმა მაინც იმოქმედა? ხო, მე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად კი. იმოქმედა, თან მე თვითონ მქონდა რაღაცა ისეთი პერიოდები ცხოვრებაში, რამაც ვერ გადავწყვიტე, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩემი პირადი ცხოვრებაში რა და როგორ უნდა ყოფილიყო. და შემდეგ უკვე აღმოჩნდა ადამიანი, გავიცანი ადამიანი, რომელიც ძალიან მესიმპათიურია, ძალიან მომეწონა, ძალიან აღფრთოვანდი და მაგრამ ეს არ იყო საკმარისი დრო. იმისათვის რომ ესეთი სერიოზული ხო, იმიტომ რომ პატარა დრო იყო ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ თვითონაც ეგრე ფიქრობს. ხო, ეხლა არა, ძალიან კაი ურთიერთობა. შექმნას ნანოფ ოჯახისას თუ დანგრევას?
ეხა არაფერს არ ვნანობ, იმიტომ რომ ელენე არსებობს არა, ეგ ცხადია, ხო. არც დანგრევას ვნანობ და არც შექმნას არ. უბრალოდ ჩემი აზრით ეს ყველაფერი იყო ძალიან ნაჩქარევი. ამ გადმოსახედით. ხო. ამ გადმოსახედით. რაც ავარია ყავს ელენე, გადასარევი. ელენე რომელიც უკვე 12 და 13 ხდება ეხლა. ელენე არის მთავარი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. მომიყევება ელენეს ისე. ელენე არის ასაკეთებს ვის გავს, როგორია? მამას გავს ძალიან. იქით ამხარეს, მე მგონი იქით ამხარეს ბევრად უფრო გავს ვიდრე. ჩემი იერი აქვს. მაგრამ აი ბებიას გავს ძალიან, იქითა ბებიას. აღნაგობითაც ძალიან მაღალია ძალიან. ეხა გარდატეხის პერიოდი აქვს. ცოტა შეეცვალა ხასიათი და ცოტა ისე თქვენობით ველაპარაკები რაღაცა. ხო იცი, მაგათ თავისი ისე აქვთ, რა ვიცი. სივრცე უნდათ, ზედმეტი შეკითხვები აღიზიანებს, არა და მე ვერ გამოვდივარ იმ შობლური რაღაცა ჭამე, აბარაქენი, აბა ესე და ესენი ცოტა ნერვებს უშლის ხა და მეც ვცდილობ რომ დავაბალანსო, რომ ზედმეტად არ შევიჭრა მის იმაში, იმიტომ რომ ეხა უყალიბდება ხასიათი. არის თბილი. აი ხა მე ადამიანებს ცივი ვგონი ვარ, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ცივი ვარ, მაგრამ ჩემზე უფრო თბილია. ეს ძალიან მომწონს. კომუნიკაბელურია, სულ ძალიან გონიერი ადამიანია და ისეთი არ არის აი პატარა ბავშვი, აი როგორც პატარა ბავშვი ვერ დაელაპარაკები, როგორც დასრულ ადამიანს, ხო, და თან ასეკიც ეგეთი აქვს, ინტერესები აქვს, რა თქმა უნდა და სიმღერა, აიცი როდის მღერის, მე რო არ ვარ სახლში, არ ვიცი რატომ მღერის. მე რომ ვარ სახლში, არ მღერის, მაგრამ ხშირად ყოფილა რომ როდესაც შევსულარ და შემიღია კარები, გამიგია რომ მღერის. რო რამე არ შეუსწორო თუ რა. აი არ ვიცი, ვერ გეტყვი რა. და რასაკეთებს, რა საქმიანობს? რა უყვარს, საით მიდის მისი ნიჭი? ცეკვა. ძალიან უყვარს ცეკვა. ტანვარჯიში და ძალიან გატაცებულა ტანვარჯიშით და თავის სურვილით, ხა კიდე თავიდან დაბრუნდა, დამყავდა ბავშვობაში, მე გამოვიყვანე და მე მეჩხუბებოდა ეხლა რომ რატო გამომიყვანეო და მე ძალიან ესეთი მობიერი დედა ვიყავი და არა შვილო, აბა როგორ არ გინდა ტანვარჯიში გამოდი, ხა ჩვენ როგორ მე რომ მეუბნებოდნენ არა შენ უნდა იმეცადინო სოლფეჯიო, არა შენ უნდა იმეცადო მუსიკა, არა მე ესე არ ვარ. უფრო სხვანაირი მიდგომა მაქვს, ვიდრე ჩვენ გვსრდიდნენ ბავშვობაში, ხო? დაუბრუნდა ტანვარჯიშს. ძალიან გატაცებულია, იწელება ყოველდღე, რა ვიცი, ხან იმას აკეთებს, ხან ამას აკეთებს, მოკლედ ამით არის ძალიან მოცული. ძალიან კარგი ხატვის ნიჭი აქვს და რა ვიცი, ნორმალურად სწავლობს, ვერ ვიტყვი რომ ახლა გადარეული ფრიადოსანია, მაგრამ კი, სწავლობს კარგად. ცოტა გვაქვს ტექნიკურ საკითხებში პრობლემები. ფიზიკას და ფორმულებს. მეც. შენთან აი რა არის, ბავშვს არაზოს უნდა უთხრა, რომ აი მეც ვერ ვსწავლობდი და არა უშევს, იმიტომ რომ ჩემგანაა გაგებული, რომ მე მათემატიკა არ გამომდიოდა და შენც ხო არ იცოდი და ეხლა მეც რომ არ ვიცოდე, რა პრობლემაა და ეს არ უნდა უთხრათ ბავშვს, იმიტომ რომ მე აუცილებლად ამას ჩაიბეჭდავს და იტყვის, რომ რა მოხდა ხა დედამაც არ იცის, მეც არ ვიცი რა მოხდა. დედის პოპულარობა მოწონს? იცი რა არის, არა წუხებს მე მგონი ყოველ შემთხვევაში. მე ერთადერთი რაზეც ნერვიულობ ხოლმე, ხა დღეს სოციალური ქსელი იმდენად აქტიურია და იმდენად ყველაფრის დაწერის და თქმის უფლება აქვს, რომ დაუნდობელი აბსოლუტურად, რომ რამე ისეთი არ შეხვდეს ჩემზე. და ალბათ ხდება, მაგრამ მე არ მეუნება. განიცდის? აი მე არ მინახავს. არ ამბობს. არასდროს არ მინახავს, რომ შეიძლება განის, მაგრამ ცოტა იცი როგორი ბავშვია, არ ამბობს. კაი რა. გული არ გაწკინოს ალბათ. ხო, აი არ ვიცი. რა მოიტანა შენს ცხოვრებაში პოპულარობა? უპირველეს ყოვლისა ხალხის სიყვარული. თავდაჯერება და მე ვიტყოდი, რომ მაინც უფრო მეტი პლუსი ვიდრე მინუსი. თუმცა აი ეს თავისუფლება, რაც გინდა რომ გქონდეს, ხა ვერ ვიტყვი რომ მე რაღაც მოთხოვნები მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობ რომ ეს რაღაც პატარა ჩარჩოები მქონდეს, რომ იმის იქით არ გადავწდე, რაღაც ისეთი არ ვქნა, არ ვთქვა, რომ მე ამან გამოიწვევს ცნობენ, ხალხში როგორ მოიქცევი. არ ვიცი, შეიძლება სხვა არიან პოპულარული ადამიანები, რომლებიც ამას არ აქცევენ ყურადღებას და ნუ მაინც ისე არიან, მაგრამ მე არ მინდა. აი ყოველთვის ვცდილობ, თუნდაც აი სადღაც არ ვიცი, რესტორანი იქნება, ბარი იქნება, თუ კლუბი იქნება,
დიდად ახლა რომ გითხრათ დალების მოყვარული არ ვარ, მაგრამ აი რაღაცა დოზის იქით ალკოჰოლი არ მივიღო. იმიტომ რომ ჩემი თავი რო ვერ გავაკონტროლო არ მინდა. მაგრამ შენი ყველა ნამოქმედარი თუ ნაბიჯი თუ რაღაცა მაინც რაღაცა ხმაურის გამომწვევია ხოლმე, მაინც. ეგ არ ვიცი რატო ხდება, აი რატო მაინც. სხვათა შორის ძალიან დავინტერესდა ბოლოს ასტროლოგიაში აღმოვაჩინე ამის პასუხი. ჩემს რუკაში, ნატალ რუკას ეძახიან, გაკეთებია ოდესმე? კი. ხო. არაერთ ასტროლოგთან ყოფილ ვარ და ყველა ერთი და იგივეს მეუბნება, რომ არის რაღაცა ასპექტები იქ, რის გამოც შენზე ყოველთვის ილაპარაკებენ. ისეთ რაღაცებს დაგაბრალებენ, რაც არ გაგიკეთებია, ყოველთვის მოექცევი რაღაც ისეთ, აი შენ დაუნებურად ისეთ რაღაცა სკანდალში, რომ შენ თვითონაც არ ანუ პლანეტების განლაგება. პლანეტები. აბა მაგით უნდა იცოდე ასტროლოგია. არა, მართლა სერიოზულად ხუმრობის გარეშე, მართლა დამაინტერესებს, აქ მაინც გავიგო რა ხდება, იმიტომ რომ მე ხო არა, მე ყოველთვის ვამბობ, ხა ვინც მიცნობს, მე არ ვარ რაღაც სკანდალური ადამიანი, რომელიც ეძებს სკანდალებს. ხო, მესმის. აი მართლა არა ვარ ეგეთი და არასდროს არ მდომიმებია რომ მაინც და მაინც ახლა რაღაცა უნდა გავაკეთო იმისთვის რომ ხალხმა ჩემზე ილაპარაკოს. ხო. მაგრამ მაინც არც გამომწვევი ვარ, არც გამომწვევად მაცვია, არც ლაპარაკობ გამომწვევად, მაგრამ ჩემი ერთი სიტყვა აი არ ვიცი, მაშინ რო ატყდა ამბავი, ამ ვიდით რამდენს ბედავ თქო გოგოს რო დაუწერე და რო გადამიარეს, ხო? არ იყო სწორი კომენტარი. ხო, აი, რა თქმა უნდა არ იყო, მაგრამ აი ნახე, მე ხუმრობდით მე და ანრი რა, ჯოხაძე რო, შენ რო დაგეწერა მეთქი. თვითონ თქვა რომ მე რო დამეწერაო, არაფერი არ მოხდა. ნუ დიდი ვიღაცა რაღაცას მიმალანძღავდა და არაო და აი შენო ხო, შენ რო ამბობო, შენზე ხდება ეგ ამბავიო. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეხა თავისთავად არ იყო ეგ კარგი საქციელი, მაგრამ რა ამბავიც ატყდა და არ გაჩერდა დაუსრულებელი ისტერიკა. ჭორები საკუთარ თავზე განერვიულებს. უსამართლო მიჩვეული ვარ ძალიან, მაგრამ უსამართლო, უსაფუძვლო რაღაცები ნერვებს მიშლის კი, იმიტომ რომ თუ ეს ზიანს აყენებს ჩემს ურთიერთობებს, მოქმედებს ბავშვზე კი. ხო რა თქმა. ყველაზე დაუჯერებელი ჭორი რა გაგიგია საკუთარ თავზე? დაუჯერებელი? აი საოცრება რა. აი ახლა გაანეიტრალო შეგიძლია ეგ ჭორი და თქვი. დაუჯერებელი კი არა, გასაბრაზებელი იყო ჭორი, რომელიც ერთ-ერთმა გაზეთმა თუ ჟურნალმა გადაწყვიტა, რომ უნდა დაწეროს ჩემზე, რომ მე ვიღაცა ქალი გავიტანე. გაიტანე მანქანა დაარტყი? მე დავარტყი მანქანა და ეს ქალი გარდაიცვალა. და ეს ჭორი ისე გაავრცელეს უცებ. ანუ ეს ჭორი ჯერ გაზეთს ჟურნალს არ დაუწერია, ეს ჭორი გავრცელდა. და ნუ ეხლა რამოდენიმე დღე რეკავდნენ ჩემი ახლობლები და ხო კარგად ხარ და ხო მართლა და რაღაცა და მე ვეუბნებოდი რომ არაფერი მშვიდობაა, მაგრამ ერთ კვირაში, როდესაც აი ერთ-ერთმა ესეთმა ცნობილმა ჟურნალმა დამირეკა და უბრალოდ ეს გოგონა მირეკავდა ჟურნალისტი. და მითხრა რომ მეო ეხაო დაზარალებული ოჯახიდან მოვდივარო და მოკლედ აი რა კომენტარს იტყვითო და მაგაზე უკვე ძალიან აუფეთქდი და მახსოვს აი ძალიან წყობიდან გამოვედი და დაუწყე ამ გოგოს ყვირილი ტელეფონში რომ რა სად არის დაზარალებული, მაშინ მოდი ეხა სადაც დგახარ მეთქი, მან დადექითქო, მე შენ გამოგივლითქო, წავიდეთ ერთად, მიმიყვანე დაზარალებულის ოჯახში, მანახე მიცვალებული და მერე და თუ ესე არ აღმოჩნდება მეთქი, მე შენ სამსახურსაც დაგაკარგინე და დავხურავ თქვენ ჟურნალს მეთქი. და მიხვდა რომ გამკეთებელი ვარ, იმიტომ რომ წყობიდან ვიყავი გამოსული და რა თქმა უნდა მე ბოდიში მოიხადეს და ეს ყველაფერი არ დაწერეს. ეს იყო ძალიან ძიმე და ძალიან გასაბრაზებელი. ეს არ არის ჭორი, ხო? ეს არ არის ჭორი, რომ უბრალოდ ვიღაცა მოეწონა, ან ვიღაცას შეყვარებული ან რაღაცა მსგავსი. ეს არის ბრალდება. და ეს იყო მაშინ, როდესაც ძალიან გავბრაზდი და ძალიან არასწორი, არ ვიცი საიდან მოიტანეს. მე ვფიქრობ, რომ ეგ დაემთხვა ჩვენს 2009 წლის ევროვიზიის შიდა შესარჩევის მოგებას და აი რაღაცა არ ვიცი ვის სჭირდებოდა ეს ჭორი, ჩვენი ალბათ გაფუჭება უნდათ რაღაცით, ხო, ალბათ. სხვას ვერაფერს ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ ძალიან მალევე, ანუ როგორც კი მოვიგეთ, იმ საღამოს კი არა, მეორე საღამოს უკვე გავიგე ეს ამბავი და ამიტომ რაღაცა ალბათ ეგ. ნინი,
სცენაზე დგომასთან ერთად ტელეწამყვანობის დიდი გამოცდილება გაქვს. ხო. გაგიჭირდა ტელევიზიის დატოვება? ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ეს იყო რთული გადაწყვეტილება. ცოტა დრო არ იყო, 8 წელი იყო. 8 წელი მე ვიჯექი ტელეწამყვანი და სხვა შეს მანამდეც მქონია გამოცდილება, ანუ სხვა პროექტებში, მაგრამ ნუ ეს უკვე ეს ძალიან ისეთი ხანგრძლივად მიმდინარე პროექტი იყო და ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ვფიქრობ, რომ საჭირო იყო და სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ხშირად მიფიქრია, რომ სწორი ვიყავი, არ ვიყავი სწორი, საკუთარ თავთან სწორი ვიყავი, არ ვიყავი, იქნებ არ წამოსულიყავი, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ უნდა წამოსულიყავი, იმიტომ რომ თან ვფიქრობ, რომ რაღაცა ეტაპი უნდა დასრულდეს შენ ცხოვრებაში, იმისათვის, რომ განვითარდე უფრო სხვა კუთხით. და მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ კუთხით და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია ცხოვრების, ხო? რაც იქ ვიყავი, უბრალოდ მე ძალიან დავაკელი ჩემ პროფესიას ყურადღება. და უკვე მომიხსენებდნენ როგორც 8 წელი დიდი დროა სამაგისო. და მომიხსენებდნენ როგორც რაღაცა წამყვანს. ხო, წამყვანი როა, ხო? ესე. ხო და ეს არ მსიამოვნებდა. და აი რო ამბობ, რომ სირთულესთან იყო, რთული გადაწყვეტილება იყო, სირთულესთან იყო დაკავშირებული. რა ტიპის სირთულე იყო ეს? იმიტომ რომ შენ სამუშაოს შენს იმ გარემოს, რომელშიც ხარ ამ ხნის განმავლობაში, შენს მეგობრებს ეცლები და მოდიხარ. და ეს ფსიქოლოგიურად მე არ ვიცოდი, აი ადამიანებს რომ წამიკითხავს, რომ რაღაც სამსახური დავკარგე და ძალიან დიდ დეპრესიაში ჩავარდი, სტრესი მქონდა და მე არ ვიცოდი ეს განცდა რა იყო და განვიცადე. სერიოზული განცდა იყო ჩემთვის. და რა იყო ტელევიზიიდან წამოსვლის მიზეზი? იყო მიზეზები, მაგრამ ამაზე დიდად არ მინდა საუბარი. მე ერთადერთი იმას ვიტყვი, რომ გავრცელდა ესე, რომ მათ გამომიშვეს ჩემი, თქვათ, პოსტების გამო იქ რომ რაღაცები დავწერე, რომ თქვათ, არ მომეწონა რაღაცები, რაც გარეთ ხდებოდა. ეს ესე არ იყო, არავის არ გამოუშვივარ, მე ჩემინებით წამოვედი. უბრალოდ არის რაღაცები, რაც უნდა თუ რაღაცა თანხwebdriverში არ მოდის, უნდა დაასრულო. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი და ძალიან მიხარია, რომ კიდე არიან ეთერში, წარმატებებს უსურვებ და ჩემი მეგობრები არიან, ახლა რა ვთქვა, უბრალოდ მე ეს ეტაპი დავასრულე. გასაგებია. ეხლა რით ხარ დაკავებული? ეხლა ვარ სიმღერებით დაკავებული. ასევე ძალიან დიდი ხანი მინდოდა რომ გამეკეთებინა და ძალიან მიხარია რომ ეს სისრულეში მოვიყვანეთ ეს ამბავი. მე და ეკამ ჩვენი მეგობრის მეშვეობით ქუთაისში, ჩვენი მეგობარი კოკის მეშვეობით გავხსენით საბავშვო მუსიკალური სტუდია. სადაც ყავს ბავშვები. რა თქმა უნდა, ხა ფიზიკურად ყოველდღე იქ არა ვართ, ყავს არაჩვეულებრივი პედაგოგები, ჩვენც ხშირად ვართ იქ და ძალიან სიამოვნებს ეს ამბავი. ბავშვებს ძალიან სიამოვნებს საერთოდ ბავშვების და ახალგაზრდა ადამიანების ენერგია იმდენად მნიშვნელოვანი არის, როდესაც შემოდის შენში, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცას იგებ, შენს გამოცდილებას უზიარებ ამ ბავშვებს და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ძალიან მინდა რომ თბილისშიც დავამატო ერთი ფილიალი, არ ვიცი რამდენად, მაქვს ყოველ შემთხვევაში გეგმაში და ასევე მუსიკალური თვალსაზრისით წერ სიმღერებს. ეხლა მალე გამოვა ეკამ დაწერა ცოტა ჩემგან განსხვავებული ჟანრის ქალაქური ტიპის სიმღერა, რომელიც ეკამ დაწერა და შვიდკაცასთან ერთად მღერი. და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მე არ ვარ ქალაქური ტიპის მომღერალი, მაგრამ ეკამ შეძლო ის, რომ აი ძალიან ისეთი რაღაც შერწყმა გამოვიდა, თან ქალაქური, თან თითქოს არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თან არაჩვეულებრივი მუსიკოსი აკეთებს ამ ყველაფერს, ზაზა ხუბუკელაშვილი და ვფიქრობ, რომ აი ძალიან საინტერესო და კარგი პროექტი გამოვა. მარტო ეს სიმღერა არა, კიდე რამოდენიმე სიმღერაზე ვმუშაობ, კონცერტებიც, არის, რა თქმა უნდა, და ძალიან სიამოვნებს, როდესაც მივდივარ, აი თბილისი ერთია, მაგრამ როდესაც გავდივარ თბილისიდან. ხო, და რეგიონში გვაქვს კონცერტები და ამ ხალხისგან ისეთ სითბოს და სიყვარულს ვიღებ, ეს ღმერთის საჩუქარია, ვთვლი, რომ ადამიანების სიყვარული
სიყვარულს დამსახურება უნდა. შეიძლება რაღაცამ გაგხადოს პოპულარული რაღაცა ერთ მონაკვეთში, ხო, რაღაცა უცებ გახდე პოპულარული, მაგრამ დაკარგო ეს პოპულარობა და დაკარგო ადამიანების კეთილგანწყობაც და სიყვარულიც. გაჩნდა გაქვს მოპოვებული პოპულარობა. ხო, ეგეც არის თავისთავად, მაგრამ ამას ჭირდება გაფრთხილება. და ამას ძალიან ვფრთხილდები და ძალიან მადლიერი ვარ ღმერთისაც და იმ ადამიანებისაც, ვინც სოციალურ ქსელშიც კარგს წერს. მარტო ცუდი ხო არ არის კაცო, იმდენი კაი რაღაცა და იმდენი გაზიარებული სითბო და სიყვარული მხდება, რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას. რა არის ახლა ისეთი რამ, რასაც შენს კარიერასთან დაკავშირებით ნანო? დაკარგული შანსები იყო, რომელთა გამოყენება შეიძლებოდა და ეხლა ნანო იცი რა, აი გეტყვი. პატარა რო ხარ? ისე უყურებ ცხოვრებას, რომ ეს ხვალაც იქნება, ეგაც იქნება, ყველაფერი წინ არის, ჯერ 20-ის ვარ, მე 22-ის ვარ, მე 25. მაგრამ მე უკვე ხვდები, რომ სად ვიყავი, წავსულიყავი რაღაცა მართლა პროფესიულ, ხა ძალიან რომ მომენდომებინა წავიდოდი საზღვარგარეთ, სადღაც არ ვიცი, ამერიკაში, ევროპაში და მივიღებდი პროფესიულ განათლებას ჩემ ვოკალური თვალსაზრისით. და არა კასეტით. და არა კასეტით, არა კასეტა კაია, როდესაც ხო გასწავლის და შენ თვითონ, მაგრამ რატო წავსულიყავი და გამეკეთებინა ეს, მაგრამ არ მოვინდომ, იმიტომ რომ მე ისედაც აქ პოპულარული ვიყავი, ჩემი შემოსავალი მქონდა და ეს თითქოს აი გაიფრინა რა ამ წლებმა და აი ამას ვნანობ, რომ შემეძლო რომ ბევრად მეტი გამეკეთებინა, რომ ბევრად შეიძლება უფრო სხვა სიმაღლეზე ვყოფილიყავი. თუმცა არც ახლა გვიან, ახლა სწავლა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ის რაღაცა საერთაშორისო შემოთავაზებები, რომელსაც თითქოს აი ესე უყურებ და იყო რამოდენიმე, ახლა ბევრი იყო, მაგრამ ზოგი ჩემი რაღაცა ბავშვური იმითი გაუშვი, რომ კარგა, ეს არ მინდა, ის არ მინდა, ეს არ მინდა და საბოლოო ჯამში ხვდები, რომ ძალიან ხშირად ეს რაღაცა შანსები აღარ გეძლევა და აი ამას დავნა ხო ვინ არის ის ადამიანი ვისაც ყოველთვის უსმენ ვის რჩევასაც ყოველთვის ითვალისწინებ პროფესიული თვალსაზრისით ეკა დანარჩენი მე საერთოდ ძალიან მიყვარს ადამიანების მოსმენა რომ არა სიმღერა შეიძლება ფსიქოლოგი ყოფილიყო ძალიან მიყვარს ხო და მიყვარს ადამიანების მოსმენა, მიყვარს რაღაც ემოციების გაზიარება, მიყვარს რჩევების მიცემა. მე ძალიან კაი მრჩეველი ვარ ესე, საკუთარ თავს ვერ ვრჩევ, მაგრამ აი სხვას გვერდიდან უფრო ხო, საკუთარ თავთან ცოტა ეგ ალბათ ეგრეა ყველასთან, რომ საკუთარ თავს ვერ ვიმორჩილებ, ასე ვთქვათ, თორე სხვას კი. და ამიტომ ესე კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ რჩევას ვითვალისწინებ ყველასას, თუ ეს რჩევა ძალიან ესეთია, რა ქვია, თუ ხვდები, რომ ეს არის სწორი რჩევა. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა შეიძლება იყოს მეგობარი, შეიძლება იყოს სრულად უცხო ადამიანი. შეიძლება იმ მომენტში კიდეც გეწყინოს, მაგრამ ხო, მაგრამ სადღაც უნდა დავყენებ. კი. მე ვარ ჯიუტი თან და იმ მომენტში შეიძლება გავბრაზდე და აი რატომ მითხრა ესეთ რაღაც, მაგრამ მე აუცილებლად გადავხარშავ. სხვადასხვა მე და ეკას გვაქვს სულ ერთმანეთში ჯახი, ორივე თხის რქები ვართ და ერთმანეთს რო ვეჯახებით და ნუ აი მიდის და ხო, ნუ იმ დღეს მითხრა შენო ძალიან ჯიუტი ხარო და აი აზრი არ აქვს შენთან არაფერსო და მეო მაინცო იმას ხო ხვდებიო რომ მაინც სწორს გეუბნებიო და მართალია. ესე ცხოვრებისეულ ამბებზე საჭორაო და ასე ვთქვათ, ძალიან მიყვარს ბებიასთან ჭორაო. ნუ ერეკლესთან მიყვარდა და ლალისთანაც, მაგრამ ნუ იმედასთან მიყვარს ლაპარაკი, ჩემდებთან მიყვარს ლაპარაკი და საერთოდ ზოგადად ადამიანებთან მიყვარს. და საერთოდ როგორი ადამიანი ვარ, იცი? ეს შეიძლება მინუსიც იყოს. აი რაღაცას ვერ ვიტევ. ანუ რაღაცა რომ მოხდება ჩემ ცხოვრებაში, მინდა რომ ეს ყველაფერი გამოუშვა. ხო, და არა, არ ვიცი, ეს ცუდად დამხვედრია მე წინ. ხშირად ტყენია გული ახლობლისგან, მეგობრებისგან. კი. მქონდა. რასაც არ ელოდები ისეთი ხალხისგან. კი. და კარგავ ადამიანებს? დამიკარგავს ადამიანები, მაგრამ ძალიან ცოტა. ძალიან უნდა მაწყენინო, რომ დაკარგო და ხაზი გადაგისვა და
ვინც ძალიან ძვირფასია, ვინც ბავშვობიდან მოდის, ვინც თან ერთადაც, აი ბავშვობას კიდე სხვა ისა აქვს რა, სხვანაირი ემოციური ბმა იმ ადამიანების მიმართ. უფრო პატიობ. ხო, რა ვიცი, უფრო პატიობ და ის ბავშვობა რო ერთად გაქვთ გატარებული, კიდე სხვა რაღაცა არის და ის ემოცია ხო, ვერთმობ და ამიტომ ხო, ესე ვერ დავკარგავ, მაგრამ კი, დამიკარგავს ადამიანი, რომელმაც ძალიან არასწორი იყო ჩემთან მიმართებაში. ახლა ხანს შენს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რომ შეყვარებული ხარ, შენს მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაამძაფრა. მომიყვები რამე? არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. ისე ხარ? ესე გააკეთე, არ თქვა. არასერიოზულებ? ჯერჯერობით. სერიოზულად რა ვიცი ხა, სერიოზულად უყურებ, მაგრამ ქორწინება ჯერ არ მგონია. ძალიან კარგი. მიხარია. ცხოვრებამ რა გასწავლა, რომ პირადი აუცილებლად საიდუმლოდ უნდა შეინახო? პირადი, იმიტომ ქვია, რომ პირადია და შენ თვითონ შენთვის. მაგრამ როცა საზოგადოება საინტერესო. ხო, არა მესმის. რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანო ბედნიერად იგრძნოს თავი? საკუთარი თავი იპოვოს. აი საკუთარ თავს რო იპოვი. კარგად რომ გაიცნობ, დალაგდები და იცი რა გინდა. და სულიერად რომ ხარ მშვიდად. მატერიალიზმი ძალიან კარგია, ყველაფერი ძალიან კარგია, საათი, არ ვიცი რაღაც ჩასაცმელი, ჩანთა, ეს ყველაფერი გვახალისებს, რა თქმა უნდა, ყველას და არავინ არ თქვას რომ არ უყვარს, ყველას გვიყვარს, მაგრამ აი სულიერება რაც შენ უნდა შენ აი არ ვიცი, ყველამ თავისი სული უნდა აღმოაჩინოს და თვითონ უნდა ეძებოს და თვითონ უნდა დაალაგდეს თავის თავთან. მე მგონია რომ ეს ყველაფერი მოდის ცოტა ასაკში. იმიტომ რომ თავიდან რაღაცა ძიებაში ხარ, შენ თვითონ იქმნი იმიჯს ესეთი ვარ, მე არა, ესეთი არ ვარ, მოდი ესეთი ვიყო. ხო, არის რაღაც ძიებებში ხარ, ხო თითქოს და მე მგონი ტყუილა არ უთქვამთ რომ აი რაღაცა 40-ის შემდეგ უფრო საინტერესო ხდება ცხოვრება. მოვიდა შენთან სიმშვიდე? აი ეს სიმშვიდე მოდის. კომფორტში ხარ საკუთარ თავთან. ხო, აი აღარ გადარდებს ის ყველაფერი, რაც ადრე გადარდებდა. ის გადაფასებაც ხდება და ხო, და ხვდები რომ იმ წლებმა გაიარა, რა თქმა უნდა, ეს ყველამ უნდა გაიაროს. ახლა თავისით სიბრძნე და სიმშვიდე, არ ვიცი, ძალიან კარგია თუ ვინმეს აქვს, მაგრამ არ მე ეჭვება რომ თავიდანვე ისე იყოს დაალაგებულად. ძიებაში ხარ, ბევრ რაღაცას განიცდი. რა თქმა უნდა, ეხლაც განვიცდი და კიდე იქნება ალბათ რაღაცები და სულ იქნება. ყოველი დღე გამოწვევა. აი ხარ ვფიქრობ, რომ ერთი წლის წინ სხვანაირი ვიყავი. კიდე მეტად ბევრი რაღაცა გადაფასდა. ერთი წლის შემდეგ კიდე სხვანაირი ვიქნები და აი ეს გადაფასებები ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და საერთოდ ცხოვრება არის ძალიან საინტერესო. გამოცდილებაა. კი. საკუთარ თავთან როდის რჩები მარტო? საერთოდ მარტოობა მიყვარს. მიყვარს მარტო სახლში ყოფნა. სიჩუმე მიყვარს. მიყვარს დილას, როდესაც მხოლოდ მესმის ჩიტების ჭიკჭიკი და ერთი ფინჯანი ყავა და შვიდად სიმშვიდეში ვარ. საკუთარ თავს რაზე ესაუბრები? საერთოდ არ მიყვარს უაზროდ დროის ფლანგვა. ეს ხო დღეს ბებიეს დამსახურებაა, რომ ეს მას გვასწავლა ყველა სახლში, რომ უაზროდ დრო არ უნდა ფლანგო და ყოველთვის სახავ გეგმას, რომ აი დღეს რას ვაკეთებ და რას ვაკეთებ სასარგებლოს, ჩემი თავისთვის. საკუთარი თავისთვის. ხო, რომ უაზროდ კოტრიალში მე არ მახსენდება, რომ აი ესე უბრალოდ ავად თუ არა ვარ და რაღაც სიცხე არა მაგ და ცუდად შევძლოთ არა ვარ, მე არ მახსენდება ჩემი თავი, რომ არ ვიცი, შეიძლება ცუდიც არის, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება შენ თავსაც მიცე უფლება, რომ იკოტრიალო კიდეც ამ ლოგინი და რაღაც ფილმს უყურო და რატომაც არა, მაგრამ მე ეს ხასიათი არა მაქვს, მე სულ რაღაცა უნდა ვაკეთო. ჩემთვის უმოქმედობა არის, არ ვიცი, სიკვდილი, იმიტომ რომ სულ რაღაცა თუ არა მაქვს გამოვიჩენ საქმეს. რაღაცას მაინც გავაკეთებ. გავალ ის ერთ ადგილას ჯდომა დიდი ხანი არ შემიძლია. თვისება რა არ მოგწონს საკუთარ თავში, რასაც გამოასწორებდი. აი ეს ხა რაც ვახსენე, რომ არ არის საჭირო, რომ ყველგან ყველაფერი ილაპარაკო, მაგრამ გამოსწორებული მაქვს გარკვეულწილად. ემოციურობა არ მომწონს ჩემი ეს ემოცია, ეს შინაგანი, რომელიც მარტო მე ვიცი და მე მანგრევს. სხვა არავინ არ იცის. შენი ოცნების საქართველო როგორია? ესეთი რთული შეკითხვაა, მაგრამ საინტერესო. უპირველეს ყოვლისა ძალიან მინდა, რომ ჩემი
ჩვენი ემიგრანტები, რომლებიც ახლა წასულები არიან, იმისთვის რომ ოჯახები არჩინონ. აი ეს ადამიანები მინდა რომ დაბრუნდნენ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ არ ვართ ჩვენ ბევრნი და მინდა რომ ყველა ქართველი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და გქონდეთ იმის საშუალება და ისეთი ღირსეული ანაზღაურება, აი შე რო შრომას გაწევ, ღირსეულად ამინაზღაურო, რომ მე არ მომიწიოს და არ წავიდე საზღვარგარეთ, რომ ჩემი ოჯახი რომ სხვას ვემსახურო და ეს ქალბატონები ძირითადად რომ დაუბრუნდნენ ყველანი ოჯახებს და თავის შვილებთან იყვნენ, იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორ ცხოვრობენ, არ ვიცი, იმიტომ რომ მე მქონდა მათთან შეხება და ძალიან ძიმე ისტორიები მოვისმინე და ძალიან განვიცადე და ძალიან იმოქმედა ამან ჩემზე და ვისურვებდი რომ ეს ადამიანები დაბრუნებულიყვნენ თავის ქვეყანაში. ვისურვებდი რომ ახალგაზრდები ძალიან კარგია, როდესაც მიდიხარ და განათლებას სხვა ქვეყანაში იღებ, მაგრამ აქ იღებდნენ ისეთ განათლებას, რომ არ უწევდეთ წასვლა და სხვა ქვეყანაში განათლების მიღება. მინდა რომ და რა მინდა იცი ძალიან? აი ევროპაში როდესაც დადიხარ, ამერიკაში არ ვარ ნამყოფი. ევროპაში როდესაც ვცეირნობთ ხოლმე და პენსიონერები როდესაც ხედან და თითო ფინჯან ყავას მიირთმევენ ისეთ გაპრანჭულ კაფეებში ან რაღაც შამპანიურს მიუჭახუნებენ და აი ამ ტკბილ წლებს ესეთ ტკბილად ატარებენ და მინდა რომ აი ესეთი ღირსეული და მოგზაურობას რო იწყებენ პენსიონერები მინდა რომ ჩემი პენსიონერები ჩემთვის ესეთ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები რომლებმაც დაიმსახურეს რომ იყვნენ კარგად გქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, დაფასება, რომ იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რომ რაღაც ხვალრაჭომოს და რაღაცა გადაანაწილოს პენსია და თქვათ ის გადაიხადოს და თქვათ შვილების სარჩენი არ იყოს, არამედ თვითონ გქონდეს იმის საშუალება, რომ იმ კაფეშიც დაჯდეს და რაღაცა ტკბილად გაატაროს ეს თავისი ისეთი სანუკვარი წლები, ასევე ძალიან მინდა რომ არც ერთ ბავშვს არ შეოდეს არ ციოდეს და ძალიან მინდა რომ ცოტა შორის იმ დღეს ბიძა ჩემი მეუბნებოდა რომ ადრეო რომ გავიხედებოდიო ქუჩაშიო გახედვაც არ მჭირდებოდაო სიმღერის ხმა მესმოდაო ანუ ქართველები ეგეთები ვართო რა მომღერალი ესეთი ძალიან მხიარული ადამიანები ლაღი და მხიარული ადამიანები ვართო და აი მინდა რომ ეგეთ საქართველოს დაბრუნდესო როდესაც აი გავიგებ სიმღერის ხმას აი ჩამვლელები რომ ღერიანო და მინდა რომ ყველა სახეზე რომ გავალ ქუჩაში ეს დაძაბულობა კი არ ეტყობოდეს რომ ვაიმე ყველა ხო ესე ვართ გადარჩენაზე ვართ იქ რაღაცა სადღაც მანქანას ვერ ვაჩერებთ იქ სადღაც მე მესმის რომ დრო შეიცვალა და შეიძლება მარტო საქართველოში ესე არ არის სოფლიოც აჩქარდა საერთოდ დრო და ვერაფერს ვერ ასწრებს ვერავინ. ხო, მაგრამ ეგ ღიმილს არ უშლის. ეს არ უშლის ღიმილს და როდესაც ამის პირობა გაქვს რომ გაიღიმო და სურვილი და ვისურვებდი რომ ბევრი მომღიმარი ადამიანი მენახა საქართველოში. და იმედი მაქვს რომ ესეც იქნება. იმედი რომ ცხოვრების მთავარი ადამიანი. ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი არის ელენე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. შენ ცხოვრების მთავარი ამბავი. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც ელენეს უკავშირდება, როდესაც გაჩნდა და პირველად დავინახე, ანუ ეს დანახვა ხო ერთია, მაგრამ როდესაც ამ ქაოსიდან, ამ მშობიარობიდან გამოხვალ დაიძინებ და გაიღვიძებ და აი პირველი შეხვედრა, რომ დავხედე და ეს ადამიანი ჩემი შვილია, ანუ მე გავაჩინე ეს ადამიანი, ეს იყო მთავარი ამბავი დღესაც ეს ემოცია არის წარუშლელი და ვერაფერი ვერ გამოვიწყებს და ამაზე მაგარი გრძნობა დედისთვის და მშობლისთვის, როდესაც თავის შვილს დაინახავს, ეს არის მთავარი ამბავი ჯერჯერობით. და მე მგონია რომ სულ ესე იქნება. თუ მეორე შვილსაც გავაჩენ, მე მეორე შეხვედრაც მელოდება. იმედია. ეს იყო ჩემი ბოლო შეკითხვა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი და საინტერესო ინტერვიუსით. მადლობა შენ და ძალიან საინტერესო იყო შენთან სტუმრობა და წარმატებები. დიდი მადლობა შენს წარმატებები და ყველა ოცნების აღსრულება. მაყურებელს კი შევახსენებ, ჩემი სტუმარი იყო მსახიობი მომღერალი ნინი ბადურაშვილი, მე მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. ბედნიერად.